საღამოშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ შეიძლება ამ ერთ-ორ დღეში რაღაც ძალიან სერიოზული გლობალური ცვლილება მოხდეს და ნახოთ, დაველოდოთ ყოველ შემთხვევაში რა იქნება რეალობას გადავავლოთ თვალი ჩვენ რეგიონზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე რისი პროგნოზის გაკეთებაც შეიძლება ერთადერთი იმის შეიძლება რომ დღევანდელი სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს უცებ საერთოდ და ხვალ ისევე საომარი პირობებში დადგეს სამყარო გულისხმობ ირანის და შეერთებული შტატების სავარაუდო შეთანხმებას რაზეც არის საუბარი და რაზეც ხვალ უნდა მოეწეროს, რასაც ხვალ უნდა მოეწეროს ხელი, ჩემოგარგებო, საინტერესო არის ეს რეალობა თუ მართლა ასე იქნება, მაგრამ ხშირად გვინახია, რომ დღეს ტრამპი გამოადა რაღაცას წამოროშავს, მეორე დღეს მის გადაფურთხებულს 9-ჯერ ალოკავს და არ ვიცით რა, ერთი სიტყვით წინასწარ არ გვინდა პროგნოზები. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგადად საქმის კურსში რომ იყოთ თვითონ ირანული წყაროებიდან გამოჟონილმა ინფორმაციამ ასეთი ინფორმაცია არის გავრცელებული ეს ლაივის პირველ ნაწილში სერიოზულ თემასთან დაკავშირებით მინდა საუბარი და შემდეგ გადავიდეთ ამ ქართულ მარაზმზე რომელიც მარაზმით სტრიალებს საქართველოში მოკლედ ესეთი შეთანხმება არის სავარაუდოდ მიღწეული ტექსტი ეს საკითხები არის ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივი გახსნა ირანის მხრიდან, რასაც ირანი თანხმდება შეერთებული შტატების მიერ საზღვაო ბლოკადის მოხსნა, რომელიც ბლოკადაც აქვთ განხორციელებული. ასევე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ახალი სანქციების დაწესების აკრძალვა, რომ ეს არ მოხერხდება, სანამ ეს ხელშეკრულება არ იქნება გაფორმებული, შეერთებული შტატების მიერ მიმდინარე სანქციების შეჩერება ირანთან მიმართებაში, რაც ნიშნავს, რომ ირანულ ნავთობს ღიად მიეცემა გაყიდვის საშუალება, სანქციებშიც იყო ირანი ამ წლების მანძილზე. ირანის კუთვნილი 25 მილიარდის ღირებულების აქტივები, რომლებიც ამერიკას აქვს გაყიდული, დაბრუნება. ეკონომიკური და განვითარების და რეკონსტრუქციის გეგმის შემუშავება, ის რაც მოხდა რეგიონში, ირანის თანხმობა იმაზე, რომ ის არ აწარმოებს და არ შექმნის ბირთვული იარაღს, ბირთვული პროგრამის მომავალი მათ შორის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების საკითხის შეთანხმება საბოლოოდ 60 დღის ვადაში და სანქციების სრული მოხსნა 60 დღის ვადის მანძილზე. რასაც ირანიდან გამოჟონილი ინფორმაციები ამბობენ, აი ამ საკითხზე არის საუბარი. ჯობია უფრო ირანელებს უფრო ვენდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე ამერიკელებს, იმიტომ რომ როგორც ამერიკელი ცნობილი ექსპერტები ამბობენ, ჩვენ პირადადო, იგივე ჯეფრი საქსი იქნება თუ და სხვები რიტერი თუ თუნდაც ამერიკის ყოფილი დაზვერვის შეფები ჩვენო ირანულ წყაროებს უფრო ვენდობითო ვიდრეო თეთრი სახლის წყაროებზე, იმიტომ რომ დღეში 10-ჯერ იცვლება ყველაფერი. სავარაუდოდ ეს ყველაფერი თუ ასე დასრულდება, შეიძლება ჩაითვალოს, რომ რეგიონში მშვიდობა დადგეს, რაც საქართველოსაც დადებით გავლენას მოახდენს. თუმცა მე პირადად სიმართლე გითხრათ, ასე სწრაფად რაღაცეების შეცვლის ნაკლებად მჯერა, თუმცა ნახოთ რა ვისურვოთ. მაგრამ რატომღაც არ მაქვს ამ ყველაფრის იმედი, თუმცა ამაზე მიდის საუბარი. ნახოთ რა იქნება ხვალისთვის სავარაუდოდ დაგეგმილი არის ეს ყველაფერი და დეტალურად მომავალში აუცილებლად დაგელაპარაკებით თუ საითკენ წავა ეს ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება შევეშვათ სერიოზულ მსოფლიო პოლიტიკას და მოუბრუნდეთ ქართულ მარაზმს, იმ მარაზმს, რომელიც მარაზმში ცხოვრობთ და რომელიც სამწუხაროდ ნამდვილად არ მინდა ამ თემებზე საუბარი, მაგრამ ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობა არის ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე გინდა არ გინდა ამ ყველაფერთან გიწევს შეხება ადამიანს და მოდი დავიწყოთ იქედან, რომ ის რაც საქართველოში მოხდა, ეს ვიღაც ვიღაცა ყროყინა ვირი და მისი კახპაცოლი, რომელიც ქუჩაში დაეთრეოდა,
კოცების მხრიდან იქნა შეფასებული რაღაცა უდიდეს მოვლენა, თურმე ხალხს ფული აქვს, კაცო გულაოს ამს ჭამს და აი იქეთ ომია, ეს მათი დეპუტატი აქვეყნებს აი ამ იმას, რომ იქეთ ომია და აქეთ მშვიდობა არის თურმე და აი მშვიდობის ფასი. ჩემო კარგებო, მე მინდა გითხრათ, რომ როგორც გახდა ცნობილი, ქართულმა სახელმწიფომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს ბიუჯეტში ფულის გადამხდელებმა, იმისთვის რომ ვიღაცა კახპამ ქუჩაში იაროს და ისე ირნოს, 8 მილიონი გადავიხადეთ და ვიღაცა იყროყინოს დაახლოებით 1 საათი. ეს დაახლოებით არის 21 მილიონ ლარზე მეტი. ეს გადაიხადა საქართველოს გაჭირვებულმა საზოგადოებამ, გაჭირვებულმა ხალხმა იმისთვის რომ ტაშპანდური ყოფილიყო და აი ომი ხო არა აქვს ქვეყანაში ხო და აი სამაგეროდ მშვიდობა გაგვაჩნია აი ესეთი რომ ოჩა გავხსენდით რა უნიფხო ქალები დადიან ქუჩაში 8 მილიონ დოლარს ვიხდით ამაში და საამურია ცხოვრება რას დაგვაკლებს მტერი რა და აი ეს არის ამათი მორალი. მე ახლა კოცებს ერთი რაღაცა მინდა უთხრა, ღმერთი თქვენ არ გწამთ და ძნელია საერთოდ ესაუბრო ესეთ ფარისეულ ადამიანებს, მაგრამ მაინც ერთ რაღაცას გეტყვით რა, საერთოდ ვინც კოცი ხართ და საერთოდ კოცების მომხრეები ხართ, რომლებიც ბლომად აქ დადიხართ, ჩემი თხოვნა იქნება ძალიან თუ ვიღაცას რაღაცა ეს სინდის ნამუსი გაგაჩნიათ, ოდნავ მაინც ჰადღაც შერჩენილი, აუცილებლად ნახეთ გენიალური ქართული ფილმი მონანიება. ძალიან ხშირად ნახეთ, შეიძლება ყოველ კვირაში ერთხელ ნახეთ, რომ რაღაცაზე იქნება დაგაფიქროთ და იქნება რაღაცა შეიცვალოთ. რა ამ ფარისევლობით და ამ ტყუილში, ხო? დიდხანს ვერ გაძლევთ და ფაქტია რომ ეს ხუხულა ნელ-ნელა ყოველ რაც დრო გადის, დღითი დღე უფრო და უფრო ინგრევა და თქვენ ვერც უნიფხო ქალები გიშველიან და ვერც ვიღაცა ესა რა ქვია, მოტაშპანდური ადამიანები, აუცილებლად მივა ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე. ამასაც აქვს დასასრული და ამდენ ტყუილში უბრალოდ ვერ გაძლებს საზოგადოება. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან ცუდად დასრულდება. აი ძალიან ცუდად დასრულდება ისევ და ისევ თქვენთვის. იმიტომ რომ ჩემო კარგებო, შეიძლება რომ ადამიანი აცხოვრო რაღაც ტყუილში, მაგრამ მთელი ერი აცხოვრო ტყუილში, ეს გამორიცხულია რა და მუდმივად. ყველაფერს აქვს პრედელი. ეხლა ამათი მონური ფსიქოლოგიის ამბავთან დაკავშირებით საერთოდ რომელი მხრიდან უნდა მიუდგე ამ ყველაფერს და რომელი მხრიდან უნდა ელაპარაკო, ან გინდა კოცებს, ან გინდა მათ მომხრეებს. ეს ერთი ესეთი ინფორმაცია გავრცელდა ასევე, რომ აი თურმე შეერთებული შტატებიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ყველამ კარგად ვიცით, როგორი აყვავებული ცხოვრება არის საქართველოში და როგორ აყვავებულად ცხოვრობთ ქართველები და რატო არიან გადახვეწილები ჩვენი ძმები, დები, დედები, მამები, რა ვიცი, შვილები უცხოეთში და აგერ ახლა გუშინ წინ ქართველი ბიჭი გარდაიცვალა შეერთებულ შტატებში, ამათ კონცლაგერში, იმას არც ციხე ქვია და არც სადეპორტაციო ბანაკი, ესა ჩვეულებრივი კონცლაგერი, მაგრამ არავის ხმა ამაზე არ მოუღია. არც ამერიკის საელჩოს გაუკეთებია განცხადება, არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც ამერიკაში მყოფ ჩვენ ელჩს, ვის რა ფეხებზე კიდია ახალგაზრდა 53 წლის ბიჭი, აი საემიგრაციო ციხეში გარდაიცვალა და არავის არ აინტერესებდა ეს ყველაფერი და არც დღეს არ აინტერესებთ არაფერი, საცუდაობა მისმა ოჯახმა იკითხოს ეს ყველაფერი, თუ არა ჩვენ უკვე ის საზოგადოება ვართ, სადაც პირდაპირ ეთერში ბავშვი იქცევა და იმას არ აქცევენ ყურადღებას და სადაც ახლა ამერიკაში 53 წლის ქართველი გარდაიცვლება ემიგრაციაში წასული, მაგი ვის რა ფეხებზე არ გედია, ძალიან დიდი ბოდიშით ასეთი იმისთვის, მაგრამ აი ეს საზოგადოება არის და დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Deutsche Welle-ს წყარო არის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადაადეპორტეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იქ იყვნენ ჩასული ორი კაბიკის საშორმად, რომ ოჯახი გადაერჩინათ, ხო? სადა ერთ საგარეო საქმეთა სამინისტრო? სადა ეს ბოჭორიშვილი ძუკნა? სად არის? რა განცხადებას აკეთებს? ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ნუ არ ვიცი, ქართველებში ბოლო დროს იმით იყო განსაკუთრებით ცნობილი, რომ ქართული კონტინგენტი მსახურობდა ფრანგებთან ერთად და მშვიდობას და სტაბილურობას ვიცავდით იქ.
ხო და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ისეთი ქვეყანა არის ჩემოკარგებო, სადაც კანიბალიზმია მოდებული და ადამიანებს ცოცხლად ჭამენ. ხო. სადმე მეტი ახლოს ვერ გაუშვეს ჩვენი მოქალაქეები ეთყობა, გაყარეს ეგრეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მაინტერესებს ახლა თუ ვინმე არის ამ საკითხთან დაკავშირებით შეწუხებული ქართულ საზოგადოებაში და საერთოდ თუ არის შეწუხებული ვინმე საგარეო საქმეთა სამინისტროში. მაგრამ არა, ფეხებზე კიდიათ. ფეხებზე კიდიათ. იმიტომ ასეთ მე უცხოეთში ვარ და ძალიან კარგად ვიცი ჩვენი საელჩოები და ჩვენი საკონსულოები რას აკეთებენ. აქ ერთადერთი რაშიც შეიძლება გამოგადგეს საელჩო, ეს არის შეიძლება პასპორტის გამოცვლაში და მეორე რაც შეიძლება გამოგადგეს ადამიანი თუ მოკვდა გადასვენებას გაგიკეთებენ. მე მეტი ფუნქცია საქართველოს საელჩოებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არაფერი არ გააჩნიათ. არაფერი არ გააჩნიათ. ხო და ეს ქართველები არიან გადაყრილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. და იქნება ვიღაცამ საქართველოში ამოიღოს ხმა, რომ ამ ადამიანებს მიაქციონ ყურადღება. თუმცა ძალიან მეეჭვება ეს ყველაფერი, ისევე როგორც მეეჭვება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის მეზღვაურები რო დაიჭირეს და კაპიტანი ქართველი იყო და რუსები რო გამოუშვეს მეორე დღეს. მისი ხელით გადაცა ტრამპმა შენ გენაცვალა იმას პუტინს და ქართველები აგერ სტრატეგიული პარტნიორები წაიყვანეს და ამერიკის ციხეში რო არიან და კაციშვილს რო არაფერი არ გაუკეთებია განცხადება. და საერთოდ მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს მინდა მივმართო. ბიჭო, აი ელემენტარულს გეკითხებით. ცუდი იყო ხო რუსების დეპორტაცია. რუსებმა რაც გაგვიკეთეს ხო იყო ცუდი 2006 წელს. თუმცა ერთი ხაზგასმის მინდა აღვნიშნო ის, რომ დეპორტაცია გაუკეთეს იმ ადამიანებს, რომლებსაც პასპორტებში ჰქონდათ დარღვევა ჰქონდათ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, ხო? ეს ესე იყო. და რას მოყვა ეს ყველაფერი ყველამ ვიცით. სააკაშვილის და ამათ გამოხტომებს, იქ ვითომ აგენტურის დაკავებას, ვითომ ესე იგი რა ქვია, საჯაროდ ვიღაცა ძუკნა ქალებს რო ჩაახუტეს ეს რუსი ოფიცრები და ესეო და ქალებს რო დააჭერიეს ვითომ და დაამცირეს საქვეყნოთ და ეგონათ არაფერი არ მოხდებოდა, ეს გამოვიდა კიდე ოქრუაშვილი და ფეკალური მასებიო და ეგეთ რაღაცები რო იძახა, ხო კარგად გვახსოვს რას მოყვა ეს ყველაფერი. და ცუდი იყო მაშინაც, იმიტომ რომ დეპორტაცია რაც გაუკეთეს, ქართველებს რაც გაუკეთეს, პირველ რიგში საკუთარ თავს და ქართულ-რუსულ ურთიერთობებს მიაყენეს დიდი შეურაცხყოფა, რასაც თვითონაც აღიარებდნენ სხვათა შორის. მათ შორის ქართველების ზიზღით შეპყრობილი სერგეი ივანოვიც კი მაგას ამბობდა, რომ აღიარებ, რომ დაზიანდაო ნამდვილადო ქართველი ერის მიმართო ცუდათო მოვიქეცითო. იმასაც კი იყო სინდის ნამუსი, რომ ქართველების მოძულეს ესე თქვა. მაგრამ აი ესე მოგვექცენოდა რა გვექთა. ახლა მე თქვენ გეკითხებით. ბიჭო, მეტი რა უნდა გაგიკეთოთ შეერთებულმა შტატებმა? საქართველოს მოქალაქეები კვდებიან სადეპორტაციო ციხეში, კონცლაგერში. ბიჭო, საქართველოს მოქალაქეებს სადღაც ნეიტრალურ წყლებში იჭერენ და ციხეებში სვამენ. საქართველოს მოქალაქეებს აგერ კანიბალიზმის იმგერმა რუსებმა საქართველოში მაინც ჩამოყარეს, ბიჭო, ეს ხალხი და ამათმა თქვედალოსული შვილებო სადღაც კანიბალებს ჩაუგდეს აგერ საქართველოს მოქალაქეები. და თქვენ გაიგეთ მომიშვილებო, ერთი პროტესტის გრძნობა რატო არ გაგიჩნდათ? რატო არ გაუჩნდა ვინმე საქართველოში პროტესტის გრძნობა? ახლა ვიზებზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. და სავიზო მიმოსვლებთან დაკავშირებით ერთი პროტესტის გრძნობა რატო არ გიჩნდებათ? მე იმიტომ არ მჯერა ამათი უკაცრავად ტრაკიდან განათლებულების მედასავლეთეების პატრიოტიზმის, რომ თავარია რუსეთმა რუსი არ იყოს. დანარჩენმა რაც კიდე ის გაუკეთეს საქართველოს მოქალაქეებს. ფეხებზე კიდიათ. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა არის კანიბალების ქვეყანა. კანიბალების ისეთი კანიბალების ქვეყანა, როგორც მაგალითად პრეზიდენტი ბოკასა ყავდათ პრეზიდენტი ამ. რომელიც პირდაპირ ჭამდა ადამიანების ხორცს ჭამდა. ხო, რაც არ უნდა გადასარევი ყოფილიყოს, ბოკასა მე აგერ იმაში დიდი ღირებულებების ევროპაში ყავდათ ჩამოყვანილი და საფრანგეთში ცხოვრობდა პოლიტიკური დევნილის სტატუსით და საფრანგეთი ინახავდა და ასმევდა და აჭმევდა. ესაა დასავლური დემოკრატია. როცა ჭირდებათ ბოკასაც კაი ადამიანი. სხვათა შორის ერთ-ერთი დიპლომატი დაკლეს და შეჭამეს და გერმანიის მოქალაქე იყო და პროტესტი როდესაც გამოხატა გერმანიამ ბოკასამ შეუთვალა რა გამიხურეთო საქმეო ჩემი დიპლომატიც აკავთ მაგერო წარმომადგენელი მეტი დიდი რანგისო და შეგიძლიათ დაკლათ და შეჭამოთ. აი ეს ქვეყანა არის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. იქ არიან ახლა ეს ხალხი.
და საქართველოს ეს არავის არ აინტერესებს რა, არ ვიცი საერთოდ თუ იტყვიან ამ ყველაფერს, არ ვიცი, ვერ გეტყვით ვერაფერს. თქვაც არ შეიძლება ალბათ ამ ყველაფრის. და რაც შეეხება მინდა ეს ვერ დავასრულებ დღევანდელ ლაივს, რომ არ გამოეხმაურო აი ამ მარაზმს. გუშინ ყოლიათ, მდინარაძე ყოლიათ დებატებში. ჭერმეტყველი ბიჭი. ხო, ათენებენ და აღამებენ, მაგარი ხალხია ძმა. მე ახლა რატო გეუბნებით, იცი, მე პირადად მქონია შეხება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ქართველი ბიჭები ლიბიაში იყვნენ ჩარჩენილები, მეზღვაურები, არავის არ გამოყავდათ, ყველას ფეხებზე ეკიდათ, მაშინ მათი ოჯახის წევრები ჩამოვიდნენ და თხოვეს დახმარება, რომ თუ შესაძლებელი იყო რამენაირად დავხმარებოდით ლიბიაში, იმიტომ სამოქალაქო ომი მიდიოდა და მაშინ მქონდა ერთი ამბავი აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შემდეგ გამოვიდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილეები, არ მინდა ადამიანს დაუკარგო თავისი ის, კონსტანტინისი იყო გვარად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰქონდა მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან, შევთანხმდით, რომ გარეთ არ იქნებოდა არაფერი გამოტანილი, იქ რაც იყო მოსალაპარაკებელი, პირობა დადო, რომ ერთ კვირაში ამ ბიჭებს ჩამოიყვანდა, ამ ამბების მერე ახლა იქ რაც ხდებოდა, როგორც ხდებოდა, სამკე და შეასრულა ეს პირობა, 3 დღეში ჩამოიყვანა მართლა. ახლა ისინი როგორ მოიქცნენ მერე და რა კაცობის ხალხი აღმოჩნდნენ, ტანასუცხას რო აგინებდნენ ქოცებს და ფეხი რო შემოდგნენ, მაშინ რა ქვია და უშიშროებამ რო უთხრა, მადლობის თქვის მეც არაფერს არ გამოხატავთო, თუ არა ციხეში გაგიშვებთო და ჩვენთვის ერთი მადლობა არ უთქვიათ და მე შეიჭირე შინგინათული ღმერთმა დაგრწვის ბატონო ბიძინას იძახოდნენ და ტრაქში უძრებოდნენ ნავად. ეს საერთოდ ეს მოსული პონტია საქართველოში, ხო ვინც დაგეხმარება რეალურად ვინც რამის გამკეთ. მე რა ჩემ ფეხებად მინდოდა მაგათი მადლობა და მაგათი თქვენ ჭირი მე თქვენ გენაცვალე, მე ჩემი ძმა და კიდე უჩაიყო გუგუჩია და ჩვენი ბიჭები ვიყავით ამ საკითხთან დაკავშირებით. ნუ რა ეს კაცობის მატარებლები არიან საქართველოში. ძალიან ბევრი. რო დაეხმარები და წუმპიდან ამოიყვან, მე პირიქით შენ ლანძღვაგინებას დაიწყებენ და ვინც იმ წუმპეში ჩარდო, იმს უკანალში შეძრებიან, რა იცი. ხო, ახლა რა შეეხება ამას, ამ გვაჟბატონს, ხო, გუშინ ყოფილა ამას დიდი ხანი ქონია და შენი ჭირიმე და შენ გენაცვალე და ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა და მთელი ამბები ყოფილა რა. და მანამდე ისეთ რაღაცა უთქვია რა, ყველას ვაფრთხილებო, რომ პოლიციელი იქნებაო თუ სხვაო ძალოვანი სტრუქტურასო ვინმე არ შეეხოსო, თუ არაო პირადადო მე დავიცაო მუნდირის ღირსებასო და ესე და ესეო. ბიჭო, ბატონო მამუკა, პირველ რიგში მე მინდა გითხრა, რომ ძაღლმა დაგაფსა მაგ გენერალ მაიორის წოდებებზე, რომელიც მიღებული გაქვს შენ. ძაღლმა დააფსა ყველა შენაირ გენერალ მაიორს, ყველა შენაირ ოფიცერს საქართველოში, მიშას დროს, ბიძინას დროს თუ მომავალში. ხალხი, რომლებიც გახდებიან ერთი დღე ფორმა არ ცვიათ, არ ჩაუცვიათ, ერთი დღე მუნდირის სიმძიმე არ უგრძნიათ და გენერალ მაიორები რო ხდებიან. ერთ დღეში მაიორიდან 2 წოდებას როღებულობენ ერთ დღეში. ძაღლმა დაგაფსათ. თქვენ არც ფორმა იცით, არც მუნდირი იცით, არც ღირსება გაგაჩნიათ, მით უმეტეს და რაზე უნდა ილაპარაკოთ, ხო? და რომელი ღირსეული პოლიციელები უნდა დაიცვათ, ერთი ძალიან მაინტერესებს. იმ პოლიციაში თუ არის ღირსეული ადამიანი და წესიერი ადამიანი, კარგად ჩანს იქ ვინაა და ვინ არა და ნაბოზრებით და ჩათლახებით რო გაქვს გამოტენილი ესა რა ქვია შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროება და ეს აღერ ჩანს აი ხელის გულზე არ იმალება ნაგავი და ყარს გამოდის თუ გორში უპარტყუნებენ ეგერ ხალხს თუ ეგერ ქობულეთში უპარტყუნებენ ხალხს თუ აგერ 86 წლის დენიზა სუმბაძეს მიუვარდნენ და თავის შვილთან ერთად 86 წლის ქალი რომელიც თელმა ერმა ხელის გულზე უნდა ატაროს ის ცემეს და ეს თქვენ რა იცით ბიჭო საერთოდ მუნდირი რა იცით რა არის და საერთოდ რა იცით ის სიმძიმე რასაც ფორმა ქვია თქვენ ხართ ერთი ნაბიჭვარი ხალხი არსაიდან მოსულები თავში დაგეცათ ცხოვრება და გუნიათ თავი რომ ასე და ეს თამთას დაუძახეთ თამთა მიშველე თამთა შეურაცხყოფას აყენებენ ახლა იმას რა ქვია აგერ თქვენ გენერალ მაიორს და მიდით მიჩივლეთ თამთა დაგიცავთ რატომ ამბობ იცით გამოვიდა ესე ბევრი რაღაცები ბიუჯეტურა მაგრამ ყველაზე საინტერესო მომენტი რაც ყოფილა ხე მე არ მისმენია ნამდვილად არ მაქვს ნერვები ამის სიბრძნეებს მოусმინო
ყველა საინტერესო რაც ყოფილა მე ხალხი ხო არის ხო ამას უყურებს და დებენ მე საინტერესო მომენტებს ერთ-ერთი ყველა საინტერესო მომენტი ყოფილა ესეთი რომ თურმე მეც ნახე მე ეს მომენტი რომ ბიძინე თურმე ბიძინეო შეიძლება კაცო მოკლანო და ბიძინე ივანიშვილიო შეიძლებაო გააგორონო ხო აი ესეთი ტერმინი ხმარია და მარტო ბიძინე ივანიშვილი კი არა ნებისმიერი მოქალაქეო ვინცო ეროვნულათო და ემათო აზროვნებსო შეიძლებაო გააგორონოთ ანუ ასე უთქვია და ალბათ ეს ბიძინეს ცუდად მოხდა ყურში და დღეს დილიდან დაწყებულია ყველაფერი აღარ იციან როგორ გაათეთრონ ქოცებმა როგორ თქვა ბატონმა მამუკამ გააგოროს ვიღაცამ ბიძინე ივანიშვილი ბიჭო ჯერ მოდი დავიწყოთ იქედან რომ საერთოდ ისეთ ადამიანებს როგორიც ბიძინა ივანიშვილია არავინ არ კლავს არავის არ ჭირდება მისი სიკვდილი იმიტომ რომ ცოცხალი უფრო მეტ საქმეს აკეთებს და უფრო მეტ საქმეს აკეთებს მისი ერის და მისი ქვეყნის წინააღმდეგ ხო ბიძინე ივანიშვილს ყურში მოგიდე ხელი მის ფულს და მის ქონებას გადააყოლებს ყველაფერს 2012 წლიდან ქართველმა ერმა რომ მოიყვანა და შენი ჭირიმე შენ გენაცვალე და შენ ხარ ქართველი კაცი და ჯიგარო და ეს ქართველი ერი მეორე წამში ფეხებს დაიგდა ტრაქში შეუძრა სოროსს და შეუძრა დასავლეთს და ქართველებს ჩააფურთხა სულში იმიტომ რომ მისი ფული ქონოდა კარგად კოჰაბიტაციით დაწყებული ყველაფერს ბინძურეს მოაწერა ქართველი ერის განარკომანებით გაჩათლახებით კაპიტალისტებით ყველაფერი გააკეთა ბიძინა იქამდე სანამდე მართლა თვითმკვლელობა არ მოთხოვეს იმიტომ რომ ომინო ნამდვილად თვითმკვლელობის ტოლფასი მანამდე ყველაფერი გააკეთა ყველაფერი შეუსრულა მისი ფულის და მისი ქონების ინტერესებიდან გამომდინარე სხვაზე არაფერზე არ ქონია არაფერი პრობლემა მაგრამ იცით რაშია საქმე კურტიზანი რო კურტიზანია კახპა რო კახპაა ხო რაღაცის შესრულებაზე იგიც ამბობს უარს თუ იმის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე ხო და ამიტომ ბიძინა ივანიშვილის სიკვდილი არავის არ ჭირდება ბიძინა ივანიშვილის ნაირებს არ კლავენ საერთოდ ხო და რაც შეეხება იმ ქართველებს რომელი ქართველებიც სამშობლოს სიყვარულისთვის მოკლეს როგორც იყო ილია როგორც იყო ზვიადი როგორც იყო დიმიტრი ყიფიანი როგორც იყო გურამ შარაძე და უამრავი ქართველები შემიძლია ჩამოთვალო როგორც დიდი ბუმბერაზი ქართველები ასევე რიგითი ქართველები რომელიც ბევრმა არ იცის მათ შორის აი დავით გარეჯის გამო რომ მოკალით კაცი აგერ ბოლოს ლაზარე ჯორბენაძე რომელიც ხელს გადებდა პირდაპირ რომ თქვენ გაყიდეთ სამშობლო და მიყიდეთ აზერბაიჯანელებს ხო აი იმიტომ თქვენ სამშობლოს სიყვარული არ იცით რა არის არ გაგაჩნიათ და ამიტომ თქვენ არავინ არ მოკლავს არც ბიძინას არავინ არ მოკლავს ბიძინას პატარა ბიძინიც რო თმისღერი ჩამოუვარდეს აი ესე ბიძინე ივანიშვილი და ამის საფრთხე იგრძნოს ბიძინე ივანიშვილი თელ თქვენ პარტიას ერთ წამში გაკიდით რაში ჭირდებათ ასეთი არსების სიკვდილი ბიძინა ივანიშვილის სიკვდილი რომ უნდოდეთ 9 ჯერ იქნებოდა უკვე მკვდარი აი ზვიად გამსახურდია ხალხს მართლა ალალათ უყვარდა და მართლა შეინჭირიმე შენ გენაცვალე იყო და მართლა იდგა ეროვნული მოძრაობა გვერდით მაგრამ ისე დაშალეს ისე დაარბიეს ისე დაანგრიეს და კაც მარტოობაში ამოხადეს სული ტყე სდიეს და მოკლეს არა მარტო საქართველოში ხდება ესეთი რაღაცა აი გადახედეთ იგივე ჩეჩნეთში რა მოხდა დუდაევის ძვალიც კი არავინ არ იცის არათუ საფლავი იმიტომ რომ იმას მართლა უყვარდა მისი სამშობლო მართლა უნდოდა მისი ქვეყნის დამოუკიდებლობა გადახედეთ აგერ კადაფის დიქტატურა რო გახსენდებათ ყველას კადაფი თავის ხალხზე გადაყოლილი მართლა გადაყოლილი იყო და გადახედეთ ერთი ვერასდროს ვერ იქნებით თქვენ ისეთი როგორც იყო კადაფი კი ანგელოზი მართლა არ ყოფილა მაგრამ რაც იმან მის ერს გაუკეთა და მის ქვეყანას გაუკეთა და მის ხალხს გაუკეთა იმას თქვენი ჯიში და ჯილაგი 300 წელი ყვავივით რო იცხოვროთ მაინც ვერასდროს ვერ გაუკეთეთ და ფული გქონდეთ ყოველდღე 10 მილიარდი შემოსავალი ვერ გააკეთებთ ამას თქვენ და რა გაუკეთეს ამ კაცს
გაუკეთეს ის რომ ქუჩაში მოკლეს და გააუპატიურეს კაცი გააუპატიურებს და დააგდეს ვერასდროს ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილი ასეთი ბიძინა ივანიშვილს ასეთი საფრთხე რო დადგომოდა მისი ოჯახისა და მისი სიკეთისთვის იტყოდა და ქვეყანას ასე გადააბარებდა და წავიდოდა მშვიდად და წყლად და ბედნიერად და დაიქცევიათ ეს ქვეყანა ოღონდ მე ვიყო კარგად კადები არ იყო ეს კაცი ამიტომ კადები სხვა ადამიანი იდეური ადამიანი და თქვენ იდეინი კოცი ჯერ ბუნებაში არ არსებობს არ არსებობს ესეთი რაღაცა. ესეთი რაღაცა ჯერ ბუნებას არ შეუქმნია. კოცის იდეა არის მასვე, მაჭამე, მალხინე, დათამაშე და მაძინე, აღარ ვიტყვი ახლა სხვა სიტყვას, აღარ მინდა ამდენი ბილძი სიტყვები. აი ეს ხალხი ხარ თქვენ. ვინ მოკლავს ბიძინა ივანიშვილი? ვისა ჩემ ფეხებად უნდა ბიძინა ივანიშვილი. ვის რა ჩემ ფეხებად? ადრე თუ გიან ხო მოგდება მისი სიკვდილი. ადრე თუ რომ მოგდება მისი სიკვდილით მე ნახეთ თქვენ ვირთხევი რაფერ დაერევით ერთმანეთს ხო და ესე თურმე ახლა ჯერ ხო წმინდანი იყო ახლა თურმე ბიძინა უკვე ბიძინეზე უნდა ვილოცოთ თელმა ქართველებმა მთელი რიგითი ქართველი უნდა ჩადგეს ბიძინეს დაცვის სამსახურში და მისი ოჯახის არ არის ბიძინა ივანიშვილი დემეტრე თავდადებული და არც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი არის ხაზმახერხეული ძეები არ არიან ისინი ამიტომ ნუ გეშინია არევინ ბიზნეს არ მოკლავს ვინც იყო მოსაკლავი მაგ ქვეყანაში პატრიოტი ადამიანები ისინი ზოგი მოკლეს ზოგს თავი მოაკლევიეს ზოგი ქვეყნიდან გააქციეს ამიტომ თქვენ ხართ ძალიან აი თქვენი ფსიქოტიპი საერთოდ კოცის ფსიქოტიპი რო დაგიხასიათოთ ალბათ ბევრს აქვს ნახი ეს ფილმი მუმიაში არის იქ არ მახსოვს ახლა იმის სახელი ისა რა ერთი აფირისტი არის ჯვარი აქვს ჩამოკიდებული ნახევარმთვარი აქვს ჩამოკიდებული დავითის ვარსკვლავი აქვს ჩამოკიდებული და ბუდას ნიშანი აქვს ჩამოკიდებული და რო შეხვდება ეშმაკს ამოიღებს და ჯერ ჯვარს მიუშვირებს არ მუშაობს მე ნახევარმთვარეს მიუშვირებს არ მუშაობს მე იმას მიუშვირებს არ მუშაობს და დავითის ვარსკვლავს და მე დაიწყებს ტირილს რომ აი რა მეშველებაო და გადაუსვებს ეშმაკი თავზე ხელს აი კაცი ხარო შენ რომ მეო გამომადგებიო აი ეს ხალხი ხართ კოცები თქვენ ეს რა თამოყარეობა ეს რა გზდილობა სინდის ნამუსი და ეს პატრიოტიზმი და იყავით მშვიდად მოგხვდება ეტყობა ახლა ძალიან მოგხვდება რომ ეგ სიტყვა იხმარ რომ ბიძინა გააგო აი და მართლა რომ გააგორონ მე რა გეშველებად კოცებს ხო ადახილია ერთი ამბები ხო მუმი აი ეს აი ამ კატეგორია ხალხთან აგვაქვს საქმე ვინც იყო ეს სამშობლოსთვის ვისაც კლავდნენ შორს არაა წასასვლელი გადახედეთ აგერ ახლა დამარხეს ისა აიათოლა ახლა დამარხეს აიათოლა ამდენი ხანი სანამ არ დამშვიდა არ დამარხეს ახლა დამარხეს აიათოლა ის მართლა შეეწირა მის ქვეყანას მართლა შეეწირა და მართლა დარჩა მისი ერის ისტორიაში მართლა დარჩება როგორც სამშობლოსთვის შეწირული ადამიანი და დიახ აიათოლას ირანმა დაამარცხა შეერთებული შტატები დაამარცხა კი იმ ომში რა ომიც გამოუცხადეს ირანს იმ ომში აი მე თუ ეს იმით დავიწყე ვიდეო ლაივი რომ წამეკითხათ რა ხელშეკრულებაზე იყო საუბარი ირანს და შეერთებულ შტატებს შორის და დიახ დაამარცხა შეერთებული შტატები დაამარცხა ისრაელიც და მათთან ერთად 15 ქვეყანა კიდე აი ისეთ ადამიანებს კლავენ თქვენნაირებს არ კლავენ საქართველოში ბიძინა ვინმე რომ მოკლას ვინმე ბრძოლას გააგრძელებს კი არა ყველა რო გამოვარდება რა ვიცი იმით ვინც ბიძინა მოკლა გონია იმას რომ შეუძრეს პორტრეტებით ხელში ზედმეტია საუბარი ასია ეს ამიტომ იექით წყნარად რა ბიძინა ივანიშვილი დემეტრე თავდადებული კიდე ერთხელ გეუბნებით არც მისი ოჯახია 9 ძმა ხერხეული ძეების ოჯახი არა ეს გამორიცხულია ეს ამბავი არ მოხდება ამიტომ მოეშვით ამ ფარისევლობას არც სხვათა შორის სტალინის გინება ხო გიყვართ კოცებს განსაკუთრებით ეს მოლიბერალო კოცები რო ხართ ხო ძალიან გიყვართ სტალინის ლანძღვა და გინება თქვენ ახლა წარმოიდგინეთ
ჰიტლერის ნაირ მტერს, აი ახლა ეს კანიბალებში რო გაუშვან და ჩაიგდოს ხელში ბერა ან ცოტნე ან ვინმე ბიზნიჩი რომელიმე რო ჩაიგდონ ხელში. როგორც სტალინიშვილი ყავდა ჩაგდებული ხელში. მე თქვა დაიფაროს კაცო არც მაგი არ მინდა რომ ჩაიგდოს ვინმე ხელში. ვინმე არ ეგონოს რომ მაგი მინდოდეს. მამის შვილები კიდე კარგები არიან ახლა. თუმცა დიდად არ განსხვავდებიან. მაგას პინგვინი და ზებრა უყვარს და ადარდებს და იმას ანაკონდა და იგი რა ქვია მაიმუნები იმაში ამაზონის ჯუნგლებში. თუ არა ის ბავშვები არავის არ აინტერესებს. და წარმოგიდგენიათ თქვენ რომ მოთხოვონ ბიძინა ივანიშვილს რამე წაუყენო მთელ ქვეყანას გადაცემს. ოღონ მისი შვილი იყოს კარგად. ეს ხალხი გამოვლინო ეს სტალინის ლანძღავი. არ მარტო ბიზნეს ნებისმიერი ქოცის შვილი ჩაიგდოს ვინმე ხელში. დააშანტაჟოს. ამიტომ რა შეჭირდებათ ასეთი უპრინციპო ადამიანების მკვლელობა? არ ჭირდებათ ეგეთი ადამიანების მკვლელობა და ბიზნა ივანიშვილს რომელსაც ქვეყნის პოლიცია, უშიშროება, დაზვერვა, კონტრდაზვერვა, უსაფრთხოების სამსახურები თავისი პირადი დაცვა და მთელი თქვენი პარტია იცავს. გეშინიათ თქვენ აფილი არ მოუვა. კარგად იქნება. გადარჩება. არ გინდათ წამებულად და სამშობლოზე შეწირულად წარმოაჩენთ 2 მილიარდი ფული წაართვეს. 2 მილიარდი. თურმე თქვენი ბიძინიჩები ეგერ ერთ ბუტკაში აათეთრებდნენ თურმე ეგერ. რაღაც პატარა ბუტკა რო იყო იმაში რა ქვია თბილისში ერთი პატარა ბუტკა რო იყო. და 2 მილიარდი რო ქონიათ გათეთრებული. ასე რომ რამენაირად ამოიღებდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოსდან და ქართველიერიდან იმ წართმეულ 2 მილიარდს. რამენაირად. მთელი სახელმწიფო კიდევ ჯიბეში. დაწყებული საგდრისის ოქროს საბადოებით თუ რამე ქვეყანაში შემოდის და გადის, ყველაფერი თქვენ ჯიბეებში მიდის. რაც არ უნდა იძახოთ, რომ იგი ისეთივე აფირისტობა და ისეთივე ფარისევლობაა, კახი კალაძე რო თურმე ხელფას არიღებს თურმე და შემოსავალი რო არა აქვს არაფერი და ესე გული დასულით თურმე აი სუთა პატრიოტიზმით რო ემსახურებ ქვეყანას, ასეა ბიძინიჩებიც. ასეა ჩემო კარგებო, ამიტომ შეეშვით ამ ბლებს. არა ხართ თქვენ არც აიათოლა ხართ, არც დუდაევი ხართ, არც ჟიადგამსახურდია ხართ, არც კადაფი ხართ, არც დემეტრე თავდადებული ხართ და არც არავინ არა ხართ რა. ხო და თუ ვინმე გააგორებს ამ ქვეყანაში, შენი ტერმინით გეტყვი, თუ ვინმე გააგორებს საქართველოში სამშობლოსთვის თავდადებულ და პატრიოტ ადამიანებს, გააგორებს საქართველოს უშიშროება. საქართველოს უშიშროება გააგორებს. რომელიც ერთგვარს მიერ მართული და რომელიც არის ქართველი ერის საწინააღმდეგოდ ანტი-ქართულ საქმეს აკეთებს. სხვისი ხელით არ მომკვდარა არც ლაზარე ჯორბენაძე, არც ლაზარე ჯორბენაძე შეიძლება არ იყო კაცო ამ ადამიანების ხელა, მაგრამ დავით გარეჯე ხო იღებდა ადამიანები პირდაპირ ადებდათიც და უცებ გაქრა. ისე რომ კაციშვილმა არ იცის ეს ყველაფერი. საქართველოს უშიშროება მოკლა. შარაძე. საქართველოს უშიშროება მოკლა. გამსახურდია. საქართველოს უშიშროება მოკლა მერაბ კოსტავა. ქართველების ხელით მოგლეს მენშევიკებმა. ილია ჭავჭავაძე. ხო, ვიცოდეთ. აი იმ მენშევიკებმა თქვენო ესე ის რა ქვია ისა. თქვენო ესე ძალიან გიყვართ პირველი რესპუბლიკის მამა ჟორდანია და მისი ბლკუნა შთამომავლები. იმათმა გააკეთეს ეს. კი ბატონო, კი, როგორც ბარეორი გააგორა. კი ბატონო, ბარეორი გააგორა. რასიზმ ახლა ბატონ გენერალ მაიორს ახასიათებს ესეთი ხანდახან ჟარგონული საუბრები და წამოუწდა ახლა ამ ჟარგონულ საუბარში და მომოკლავთ ახლა ნუ იქნებით ესეთი მკაცრი ბატონი გენერალ მაიორის მიმართებაში. აი ამის თქვა მშვიდად იყავით, მშვიდად. არაფერი არ იქნება. მშვიდობა არის რაც მთავარია, 8 მილიონს ვიხდით უნიფხო ქალის სიარულში, ვიღაცის ყროყინში და რა გონიათ თქვენ რა, რა გინდათ. ასია ეს. აი, ჩემო კარგო, დაგემშვიდობეთ, მე მგონი, რა ვიცი, კითხვა თუ ვინმეს გაქვთ დასასმელი, დასვით, მაგრამ
მე არ ვფიქრობ, რომ რაღაცა ესეთი ვისაუბრე, რასაც კითხვა ჭირდება, ან უბრალოდ დღევანდელი რეალობის აღწერაა და რაც შეეხება რაც იქნება ირანთან დაკავშირებით, გავარკვევთ მაგას რეალობაში რა იქნება და მოგაწვდით აუცილებლად ჩემს აუდიტორიას პირველ რიგში იმ რეალურ ინფორმაციას, რა ინფორმაციას ვრცელდება. და არა ის, რასაც დადგამენ ახლა და გაასაღებენ, რომ აი თურმე, აი ტრამპმა ეს და ტრამპა ის. ვერ გავიგე ბატონო ანდრია, რას მეკითხებით? ვინ ყავს ეგეთიო? ну დღევანდელ საქართველოში ნამდვილად არ აქვს არავინ. აღარ აქვს, ვინც ეროვნულ გზაზე დადგა, ყველა მიწაშია და მე ვამბობ დიდ ლიდერებზე და ხა უბრალო ადამიანების რო სამშობლო უყვართ ერთმა ქნას რო გაბოილიოს ამ ქვეყანაში. რა ვიცი, არა მიშავს თუ როგორ ახლა. ну კაი, ჩემო კარგებო, ამის თქმა მინდოდა. აბა დროებით.